დავუდგეთ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და წარმოგიდგენთ განთიადი ტურმა შემოგვიერთდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ქალბატონი თამარ ოთხმეძური. ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით. მაყურებელს აქვე ვეთქვი, რომ დღეს გაიხსნება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერის კორნელი კეკელიძის 128 წლის იუბილეს და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება კონფერენციაც. ქალბატონი თამარ, რა ფორმით წარიმართება კონფერენცია? უკვე მესამედ ტარდება, თუ არ ვცდები, თუ ვცდები მაშინ გავისტორეთ და ვინ იქნებიან მოხსენებლები? კორნელი კეკელიძის დღე ეს არის ტრადიციული დღე, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება, ყოველწლიურია, დიახ, და აღნიშნავს ამ დღეს სამი დაწესებულება, ესენია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომელიც კორნელი კეკელიძის სახელს ატარებს. რიგობით აღნიშნავენ ეს დაწესებულებები ამ დღეს ყოველ წელს აპრილის ბოლოს. მოგეხსენებათ 30 აპრილი გახლავთ კორნელი კეკელიძის დაბადების დღე. და წელს ამ დღეს მართავს და მასპინძლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 2 საათზე არის კონფერენცია, გაიხსნება კონფერენცია. 3 მონაწილე გვყავს ამ 3 სხვადასხვა დაწესებულებიდან. ქალბატონი ლელა ხაჩიძე, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სტეფანე სანანოიძე ჭყონდიდელის თარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ არის მისი მოხსენება. ეკატერინე ჩიკვაიძე, რომელიც არის ლიტერატურის ინსტიტუტიდან, მისი მოხსენება არის პოლიჟანრულობა და ძველი ქართული სასულიერო მწერლობა. ეს უშუალოდ არის, მთლიანად ეს მოხსენებები უშუალოდ თემატიკით არის დაკავშირებული კორნელი კეკელიძის სამოღვაწეო სფეროსთან და მესამე გახლავთ უკვე ჩვენი ცენტრის თანამშრომელი მოხსენება დავით შენგელია, არსენი ყავთოევის ერთ-ერთი თარგმანის ბერძნული წყაროს შესახებ. თუ არ დაგისრულებთ, დაამთავრე და მერე დავსვამ შეკითხვას. ალბათ გამოვლენ უფროსი თაობა, ალბათ გამოვა მოგონებებით, რომლებიც მათ აკავშირებთ თავიანთ უფროს მასწავლებელთან, არა მარტო თავიანთ, არამედ ჩვენ ყველა მასწავლებელთან კორნელი კეკელიძე. და ერთდღიანია კონფერენცია? დიახ, ტრადიციულად ერთდღიანია. დიახ, და ეს კარგი საბაბი არის, რომ შევიკრიბოთ აი სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები, ვისაუბროთ და ერთმანეთს გაუზიაროთ ბოლო წლებში დაგროვებული ინფორმაცია. ქალბატონ თამარ, აუცილებლად უნდა შევეხოთ მართლაც უდიდესი მეცნიერის კორნელი კეკელიძის განუზომელ ღვაწლს სხვადასხვა მიმართულებით. ის იკვლევდა ქართულ, სპარსულ, ქართულ ბიზანტიური ლიტერატურის ურთიერთობებს და ძალიან ბევრი მიმართულებით იყო ჩართული ძველი ქართული ლიტერატურის კვლევის პროცესში და თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ მან ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა ეს პროცესები. თავად რომ ვისაუბროთ, მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტელემაყურებელს, რამდენად განუზომელია მართლაც და დიდია მისი ღვაწლი ამ საკითხში. იცით, კორნელი კეკელიძის ღვაწლზე საუბრისას მე თავად კორნელი კეკელიძის სიტყვებს მოვიშველებდი, რომელიც მას აქვს ნათქვამი ათონის მწიგნობრულ ტერაზე. ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო ლიტერატურულ სამწიგნობრო ცენტრზე. მას ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ არა ათონელები და ათონის მწიგნობრული სკოლა ჩვენს კულტურას სულ სხვა სახე და ხასიათი ექნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას კორნელი კეკელიძის შრომებზე, მის მოღვაწეობაზე, რომ არა კორნელი კეკელიძის ფუნდამენტური შრომები ძველ ქართულ მწერლობაში ჩვენს მეცნიერებას, ძველ ქართულ ფილოლოგიას, ასევე ძველი ქართული მწერლობის კვლევას აბსოლუტურად სხვა სახე და მიმართულება ექნებოდა. სტუდენტობის დროს ჩემს სამაგიდო წიგნი იყო, იმიტომ რომ გამორიცხულია გვერდი აუარო. დიახ, ყველა ფილოლოგის სამაგიდო წიგნია, უპირველეს ყოვლისა ძველი ქართული მწერლობის ორტომეული, რომელიც მოიცავს აი ამ სურათი არის დახატული უძველესი დროიდან, მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეამდე. ფაქტობრივად კორნელი კეკელიძემ მოგვცა
სტრუქტურა რომელშიც თავისი ადგილი მიუჩინა ცალკეულ ავტორს, ცალკეულ ჟანრს, ცალკეულ სამწიგნობრო კერას. ეს კალენდარი შექმნა აი ასეთი სტრუქტურა მთლიანი, და ამით ძალიან გაადვილა ამ სფეროში და ამ დარგში მუშაობა. და კიდევ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი ეწუდების მრავალტომეული და ამ მისი სტატიების კრებულები და მათ შორის გამორჩეული არის მეხუთე ტომი უცხო ავტორები ძველ ქართულ წერლობაში. მოგეხსენებათ, ძველი ქართული წერლობის ძირითად ფონდს ნათარგმნი ლიტერატურა წარმოადგენს. ნათარგმნი არის ისეთი დიდი ავტორები, ადრეული საუკუნეებიდან მოყოლებული, როგორიც არის გრიგოლ ღვთისმეტყველი, ვასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, მთელი ეს ადრებიზანტიური და ბიზანტიური ხანის მწერლობა ქართულად არის გადმოტანილი ქართულ მთარგმნელების მიერ და აი მისი მეხუთე ტომი უცხო ავტორები არის არაჩვეულებრივი საფუძველი აი ამ ყველაფრის კვლევისა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დარგისთვის. ასევე ცნობილია, რომ მისი ღვაწლი დიდია ისტორიოგრაფიის წინაშე და კონკრეტულად სტამბის ისტორიის, წიგნის ბეჭვრის ისტორიის, წელთაღრიცხვის კალენდრის და ასე შემდეგ. აი ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ რომ თქვათ? იცით რა, ძალიან მრავალფეროვანი არის მართლა სპექტრი კორნელი კეკელიძის მოღვაწეობის, ძველიდან მოყოლებული ბოლო დრომდე დამთავრებული. და სხვათა შორის აი მინდა გავჩერდე ერთ გამოცემაზე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გამოვიდა, ეს გახლავთ სამტომეული ნარკვევები ძველი ქართული მწერლობის ისტორიიდან. ამ პროექტს ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ქალბატონი მაია რაფავა. მოგიხსენებათ, კორნელი კეკელიძის 60-იან წლებამდე კვლევები არის კორნელი კეკელიძის ნაშრომებში წარმოდგენილი და 60-იანი წლების შემდგომ რა ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი ახალი რამ შეემატა ამ სფეროს და სწორედ კორნელი კეკელიძის ნაზრების მისი მოღვაწეობის გამდიდრებას წარმოადგენს აი ეს სამტომეული ძალიან სერიოზული ქალბატონი მანიას ხელმძღვანელობით შედგენილი ჯგუფური ნაშრომი. აი ახალგაზრდებზე რაც გვეტყვით, კორნელი კეკელიძის ღვაწლი ამოუწურავია და კვლევაც შესაბამისად ალბათ გრძელდება და რამდენად არიან თქვა ახალგაზრდა მეცნიერები დაინტერესებული კორნელი კეკელიძის მოღვაწეობით და რამდენად იკვლევენ, ანუ თუ გვაქვს თანამედროვე კვლევები უკვე ახალგაზრდების ავტორობით. ისიც რა გრძელდება, რა თქმა უნდა, ის გეზი, ის მიმართულება, რომელიც კორნელი კეკელიძემ დასახა თავისი საქმიანობით, რა თქმა უნდა, გრძელდება სწორედ აი ამ სამ დაწესებულებაში. აი სწორედ აი დავით შენგელია უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი არის და კორნელი კეკელიძის გზის გაგრძელება რას ნიშნავს, ასე მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს უპირობოდ ყველა იმ დებულების თუ თვალსაზრისის მიღებას, გაზიარებას, რაც გამოთქმული იყო, ვთქვათ 60-70 წლის წინ. იმიტომ რომ ეს თვითონ ეს სფერო ძალიან ცოცხალი სფეროა, ცოცხალი ორგანიზმია. აღმოჩენებისა და კვლევების ძიების პროცესის მიხედვით ის დებულება და აზრი, რომელიც თქვა ხდება მის რომელიმე ნაშრომში, ხო? ანუ ეს ცოცხალი პროცესი არის. ეს ძალიან ცოცხალი პროცესია, შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება დაზუსტდეს, გაღრმავდეს. თუმცა როგორც თქვა, აი ჩარჩო, რომელშიც თანამედროვე მკვლევარი მოძრაობს, აი ეს ყველაფერი მოხაზულია და ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია, როდესაც აი იმ სფეროში, რომელშიც ახალგაზრდა მეცნიერი მოღვაწეობს, ძალიან დიდი ფუნდამენტი არის ჩადებული. აი ახსენეთ თქვენ ძალიან მისასალმებელია ბუნებრივად სამტომეულის გამოცემა, თუმცა აი მე რადგან გავიხსენეთ სტუდენტობა, ძალიან გამიჭირდა ბუკინისტებში აი დიდი კვლევის შემდეგ ძლივს ვიშოვე ის ტომეულები, რაც მე მჭირდებოდა და ანუ ამის საჭიროება რეალურად დღესაც არსებობს, ხო? ხომ არ არის ფიქრი თქვათ, რომ იგივე ნაშრომები, რომელიც ასე საჭიროა სტუდენტებისთვის, ხელახლა მოხდეს მათი გამოცემა? ეხლა აბსოლუტურად გეთანხმებით, აი მაგალითად კორნელი კეკელიძის მეხუთე ტომი, ეწოდების მეხუთე ტომი იშვიათობას, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. და რა თქმა უნდა, აი ამგვარი შეკრებები სწორედ აი ამ საკითხებზე სასაუბროდ არის. და მე კიდე ერთ რამე მინდა თქვა, უცხოეთში მიუხედავად იმისა, რომ კორნელი კეკელიძე
50-ან, 40-ან, 60-ან წლებში მოღვაწეობდა, მისი შრომა საკმაოდ იყო ცნობილი და დღესაც საკმაოდ არის კარგად კორნელი კეკელიძის სახელი კარგად არის ცნობილი უცხოელი მკვლევრებისათვის. თუმცა სამეცნიერო კონფერენცია არ არის საერთაშორისო, ხო? არა, ეს არ გაქვთ ამის იდეაც, რომ მომავალში უფრო მასშტაბური გახადოთ და უცხოელებიც ჩართოთ ხოლმე. საზოგადოდ, რა თქმა უნდა, ჩვენ საქმიანობას ძალიან ჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა, იმიტომ რომ მას არის დაინტერესება ჩვენი უძველესი ხელნაწერებით დაინტერესება ყოველთვის ძალიან დიდია, მაგრამ ქართველი მეცნიერების მიზანი მაინც უნდა იყოს ქართული სამეცნიერო აზრის, არა მარტო მასალის, არამედ ქართული სამეცნიერო აზრის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამ მხრივ საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა საქართველოში, იგივე კორნელი კეკელიძის სახელთან დაკავშირებული თუ უცხოეთის კონფერენციებში მონაწილეობა ნამდვილად საშუალო საქმეა. ჩვენ ყველა მომხსენებელს ვისურვებთ წარმატებას, ვინც წარსდგება კონფერენციაზე საკმაოდ საინტერესო თემებით, რომლებიც თქვენ უკვე ახსენეთ გადაცემის დასაწყისში. დიდი მადლობა ამ სამ დაწესებულებას, რომელიც მიმართავთ ხოლმე პერიოდულად სხვადასხვა ახლა თქვენ გიწევთ ზოგჯერ უწევს უნივერსიტეტს, ზოგჯერ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ახსენეთ, ხო? ყველას დიდი მადლობა ამისათვის, წარმატებებს გისურვებთ და ყველა იმ კვლევარს, რომელიც ჩართულია აი ამ პროცესებში, ასევე წარმატებებს უსურვებთ. დაგემშვიდობებით. ტელემოყურებელს შევახსენებთ, რომ 10 მაისს, ანუ დღეს 14 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია კორნელი კეკელიძე 138, რომელიც ეძღვნება უდიდესი მეცნიერის კორნელი კეკელიძის იუბილეს. ამ თემაზე კი სტუდიაში საუბრობდა თამარ ოთხმაზური, რომელიც გახლავთ კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ეროვნულ ცენტრისა ბუნებრივია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, განვაგრძობთ გადაცემას სიუჟეტ შემოგთავაზებთ ევროპის დღეების ფარგლებში, ევროკავშირისა და ნატოს